პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიმართა. სასწავლო პროგრამას ნორვეგიელი ლექტორები უძღვებოდნენ. შეხვედრაში დარგი სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტები მონაწილეობდნენ. საკლასო დაკვირვება, აქტიური სწავლებისა და კონსულტირებისთვის საჭირო უნარჩვევები. ეს სისტემებია, რომლებიც საზაფხულო სკოლის ფარგლებში განიხილეს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეს წარმატებით დაასრულა მუშაობა ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლამ, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სპეცმასწავლებლები, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გამოცდილება, რაც ამ საზაფხულო სკოლამ დააგროვა, უკვე გამოყენებული იქნება სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. მინდა ხაზი გაუსვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს გვეხმარება საზოგადოებრივი ურთიერთობის განვითარებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ასევე მინდა აღნიშნო უკვე განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა. ჩვენ მოხარულები ვართ განათლების სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. აღნიშნული ურთიერთობა კიდევ 2 წელიწადს გაგრძელდება.